მოგესალმებით ძვირფასო ქართველებო, საქართველოს მოქალაქეებო. მძიმე დღეა საქართველოსთვის. დღეს განიხილებოდა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ევროინტეგრაციის საკითხი. ევროკომისიამ უარი უთხრა საქართველოს კანდიდატის სტატუსზე. თუმცა ქართველ ხალხს შეუნარჩუნა ევროპული პერსპექტივა. ეს იყო ხელისუფლების მიზანმიმართული, შეგნებული ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის შედეგი. ჩვენ აქამდე მოვედით ხელისუფლების ინტენსიური, მონდომებული საბოტაჟის შედეგად. და საბოტაჟი შედგებოდა რამდენიმე ნაწილისაგან. პირველი და მთავარი, როგორ ფორმაში შეხვდა ქვეყანა ამ ისტორიულ მომენტს. ძალადობრივი და პრობლემური არჩევნები. კლანი სასამართლოში, ზეწოლა მედიაზე, პოლიტიკური დევნა და ტოტალური კორუფცია. უფრო მეტიც, ხელისუფლებამ დაჩქარებული წესით საგანგებოდ ევროკომისიის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე კვირით ადრე სპეციალურად პროცესის საბოტაჟისთვის დააჩქარა კაფიო პოლიტიკური დევნის აქტის განხორციელება და დააკავა ნიკა გვარამია. ამ თავხედურ და ღია პოლიტიკურ დემარშს ქვეყანაში არსებულ ანტიდემოკრატიულ გარემოს, მედიის დევნას და ღია პოლიტიკურ მართლმსაჯულებას მოჰყვა ევროპარლამენტის ძალიან კრიტიკული რეზოლუციაც. პროცესი ხელისუფლებამ, ძვირფასო მეგობრებო, განგებ შეიყვანა ჩიხში. და მეორე გამოხატულება, თუ როგორ ახდენდა ქართული ოცნება საქართველოს ევროინტეგრაციის ტორპედირებას, არის ჩვენს დასავლელ მეგობრებზე მუდმივი თავდასხმა, მათი კრიმინალებად გამოცხადება. ბოლო რამდენიმე თვეში საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა და ყველა ის ევროპელი პოლიტიკოსი, ვინც განვლილ 30 წელიწადში საქართველოს კარგ ცოდნეთ, საქართველოს მეგობრად და საქართველოს ქომაგად ჩამოყალიბდა ლანძღა, არც მეტი და არც ნაკლები და კრიმინალებად გამოაცხადა. მართველი პარტიის თავმჯდომარემ ევროპის ყველაზე დიდ პოლიტიკურ ფრაქციას, ევროპის სახალხო პარტიას კრიმინალების პარტია უწოდა მრავალჯერ. კრიმინალები უწოდა იმ დასავლეთს, რომელსაც საქართველოში მშვიდობასა და უსაფრთხოებისთვის უამრავი ძალისხმევა გაუწევია. კრიმინალები უწოდა იმ ევროპას, რომელსაც საქართველოს ეკონომიკის და ქართული ხალხის ხარდაჭერისთვის მილიარდობით ევრო გაუღია წლების განმავლობაში. მაგრამ ქართული ოცნებზე განსხვავებით, ჩვენ ამ ყველაფერს არა კრიმინალს, არამედ მეგობრობას ვეძახით. ცალკე აღსანიშნია აღვირახსნილი, უტიფარი, ანტიდასავლური და მართლაც 100%-ით რუსული დეზინფორმაციული კამპანია თითქოს დასავლეთი საქართველოს მეორე ფრონტის გახსნას სთხოვდა, თანაც დაჟინებით. ხელისუფლების მხრიდან სამარცხვინო და ამორალურია შეკითხვის დასმაც კი, თუ რა ინტერესი აქვს დასავლეთს საქართველოში. დასავლეთი ათწლეულობის მანძილზე საქართველოში მხოლოდ მშვიდობას, წესრიგს, უსაფრთხოებას და განვითარებას უწყობდა ხელს. და ასე იყო 90-იან წლებში, როდესაც დასავლეთი აძლიერებდა ჩვენს სპეციალურ შეიარაღებულ ძალებს, რომ ჩვენ თავად განყვავებოდით ტერორიზმის და ორგანიზებული კრიმინალის საფრთხეს. მესამე და ფუნდამენტური ანტიქართული პოლიტიკა იყო ის, რომ საქართველოს მთავრობა მთელი ამ თვეების განმავლობაში მუდმივად თავს ესხოდა თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინას და მის პრეზიდენტს. ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ემეგობრა, ემუშავა და კავშირები გაეღრმავებინა უკრაინასთან, ოცნებამ უკრაინა და მისი პრეზიდენტი ჩვენს მტრებად გამოაცხადა და ყველაფერი იქნა საქართველოს უკრაინისგან დისტანცირებისთვის. სწორედ ჩამოთვლილი ხერხებით ქვეყნის ევროინტეგრაციის საბოტაჟის შედეგია, რომ დღეს საქართველოს დგას რეალური და დიდი საფრთხის წინაშე. აღმოჩნდეს ევროპული განვითარების მიღმა. ილუზია, ძვირფასო მეგობრებო, ფიქრი იმაზე, რომ მთავრობამ არასაკმარისად იმუშავა. ან კომპეტენცია არ იყო მას. მთავრობამ იმუშავა
და კომპეტენციას ჰქონდა, მაგრამ იმუშავა საპირისპირო მიმართულებით. დღეს ჩვენ ისევ გვაქვს მიუხედავად ამ ყველაფრისა განვითარების შესაძლებლობა და შანსი. დღეს ისევ არსებობს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც ყველაფრის შეცვლა შეუძლია. დღეს ისევ უცვლელია ერთი რამ. და ის ერთი ოცნებისთვის დაუძლეველი ფაქტორი. და ის ერთი, რის გამოც ჩვენი მეგობრები საქართველოს კვლავ იმედით შემოყურებენ, არის ქართველი ხალხის შინ ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი დაბრუნების მტკიცება და ისტორიული არჩევანი. ჩვენ ქართულ ხალხს ისტორიის მძიმე თუ ბედნიერებით აღსავსე პერიოდები, ათწლეულები, საუკუნეები, ცრემლით, ოფლით, სისხლით, იმიტომ არ გამოგვივლია, რომ ერთ დღესაც ხელისუფლება წოდებულმა ოლიგარქის მსახურებმა გვითხრან, რომ ჩვენი ღირსება, ჩვენი წარსული ბრძოლები, ჩვენი სურვილი მომავალში ვიცხოვროთ ჩვენს მიწაზე თავისუფლად და მშვიდობიანად, შევინარჩუნოთ და განავითაროთ ჩვენი იდენტობა დიდ ევროპულ ოჯახში არ გამოვა და უნდა დავივიწყოთ. დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს და ნებას. დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც ომშია შესული საკუთარი ქვეყნის ისტორიასთან და საკუთარი ქვეყნის მომავალთან და ასახიჩრებს, აწყობს და მომავალს გვართვებს ჩვენ ყველას. დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელმაც ფრონტი გაუხსნა თელს დასავლურ სამყაროს, მაგრამ დასავლეთი კვლავ საქართველოს მეგობრად რჩება. და ერთადერთი მიზეზი ამისა, რატომ რჩება დასავლეთი ჩვენს მეგობრად, არის ქართველი ხალხი და ქართველი ხალხის ნება. ახლა კი ჩვენი ქართველი ხალხის ჯერია. უნდა გამოვიდეთ და უნდა დავიცვათ ჩვენი ისტორია, ჩვენი აწყვო და მომავალი. დღეს უკვე ოფიციალურად გავიგეთ, რომ ჩვენსა და ევროპულ განვითარებას შორის დგას რუსი ოლიგარქი. თუ მოლდოვამ შეძლო მოახდინა ქვეყნის დეოლიგარქიზაცია და მიიღო კანდიდატის სტატუსი, რა თქმა უნდა ჩვენს შევძლებთ. და წარმოიდგინეთ, მოლდოვაში დღეს კვლავ რომ ოლიგარქი ყოფილიყო მმართველობაში, როგორც დღეს არის საქართველოში. რა თქმა უნდა, მოლდოვაც ვერ მიიღებდა შესაბამის სიკეთეს ევროპული პარტნიორებისგან. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ოლიგარქისგან. ვიკრიბებით, როგორც იცით, 20 ივნის 20 საათზე. და უნდა დავიწყოთ პროცესი, რომელიც უნდა დასრულდეს ქვეყნის დეოლიგარქიზაციით და ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნებით. ვიკრიბებით თაობებით, ოჯახის წევრებით, შვილებით, პირადად ჩემი მეგობრები, ცეცხლოვანი შვილებით მოვდივართ, იმიტომ რომ იქ უნდა იყოს დიდიც და პატარაც და იქ უნდა იყოს საჯარო მოხელეების დიდი ნაწილიც. აქ არაფრის შუაში არ არის, ვინ რა საკითხებში თანხმდებით თუ ვერ თანხმდებით, ან თანხმდებოდით წარსულში თუ ვერ თანხმდებით. არის ფუნდამენტური საკითხი და ისტორიულად ქართულ ერს შეგვიძლია, როდესაც არის უმნიშვნელოვანესი საკითხი და მოითხოვს გაერთიანებას, გავერთიანდით. და ერთი ძალიან დიდი ქართველის სიტყვები მინდა შეგახსენოთ, რომელიც მრავლის ემეთყველია და ალბათ რაც კი ვილაპარაკე ზემოთ, ყველაფერს ხსნის და მეტიც. მერაბ კოსტავას სიტყვები მინდა შეგახსენოთ ძვირფასო ქართველებო. დაიმახსოვრეთ, მან თქვა, მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება, მოვესწარით. მაგრამ იცოდეთ, ამბობს მერაბ კოსტავა, თუ მაშინაც დამოუკიდება ქვეყანაში თავისუფლებისთვის შევწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დავკარგავთ თქვენც და ქვეყანაც. ამიტომ ჩვენ არ გვაქვს უფლება ვუღალატოთ ჩვენს წინაპრებს, ვუღალატოთ მათ მიერ გაღებულ სიცოცხლეს, ყველაზე ძვირფას, რაც მათ გააჩნდათ. ოლიგარქი აუცილებლად დამარცხება, სადაც მალე დამარცხება, რატომ? როგორც არასოდეს ვართ მართლები და გვინდა ერთადერთი რამ, გქონდეს ქვეყანაში თავისუფლება, რომ მოვიპოვოთ შანსი გავხდეთ უკეთესები. ვიკრიბებით 20 ივნის 20 საათზე. დიდი მადლობა და
წინ გამარჯვებისკენ. არც ერთი ნაბიჯით უკან ჩვენს უკან დგას ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. დიდი მადლობა.